გამარჯობა. პირველად ჩვენი პოდკასტის ისტორიაში წერთ გარეთ. იმიტომ რომ ერთ საინტერესო ამბავზე გვინდა მოგიყვეთ. ხეხილის გასხვლაზე, ხეხილის მოვლაზე გვინდა რომ გესაუბროთ. ახლა არის ზუსტად სხლის პერიოდი და გადავწყვიტეთ რომ ადგილობრივებს, ადამიანებს, ვინც ამ საქმიანობით დაკავებული არის, პროფესიონალის რჩევა გაუზიაროთ. ჩვენს პოდკასტში კვლავ მოვიწვიეთ სტუმრად ფერმერი გელა თედაევი. მის მამულებში ვიმყოფებით ახლა და გელა გვასწავლის რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ხეხილის გასხვლას, როგორ გავსხლათ სწორად, მე რა უქნათ ამ ნასხლავს, რა სჯობს მისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიებზეც ვილაპარაკებთ, რაც ხეხილის მოვლის პროცესში ვთქვათ არის სამნიშნულოვანი. გელა, გამარჯობა. გამარჯობა. დღევანდელ პოდკასტში მოკლედ უნდა დაგვრჩეს მნიშვნელოვანი ცოდნა. თუ როგორ გავსხლათ? ვიცი რომ მუშები ყავს თან აქ და ცოტას ისინიც გვასწავლიან მერე, ხო? კი, დავუძახებ და მოვლეს მოგვიერთებიან. ახლა მოგვიყევი მოკლედ ზოგადად რა საქმიანობა, რა ხილი გაქვს, რა ენერგები გაქვს და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად გასხვლას ხეხილის მოვლის პროცესში. არის ხოლმე რომ მეუნებიან ხოლმე ახლა ხო ზამთარია და დაისვენი, არა და მე ვფიქრობ ზამთარში უფრო მეტი საქმეა მეუნეობებში. ხო, აი დეკემბერია, ცოტა ადრეა თითქოს, მაგრამ ძირითადი მორჩა, ანუ ავიღეთ მოსავალი და გონია რომ ვითომ ყველაფერი მორჩა და ველოდებით გაზაფხულს არა. ზამთარშია მე ვფიქრობ უფრო მეტი საქმე. ზამთარში უნდა გავიდეს რაც ზედმეტია ბაღიდან. რაც არასაჭიროა, გამოვიტანოთ, დამუშავდეს მიწები, შევიდეს სასუქები, გაიმართოს წვეთოვნები და აი უამრავი საქმეა, ძირითადი საქმე, მაინც ითვლება ხოლმე არის სხვა ფორმილება ეს ზამთრის პერიოდში. ეს ხდება ხოლმე ზაფხულშიც, მაგრამ ძირითადად ხდება ზამთარში, რადგან ამ დროს როგორც ხედავთ, აი ეს არის ახლა ატმის ბაღი 5 წელშია. შეიძლება ატმის ახალგაზრდა ხეებს 80%-ის მოჭრა დაჭირდეს ზამთრის სხვის დროს, ანუ 80%-ის იმ ერთი წლის ნაზარდის მოჭრა დაჭირდეს. ხო, აი ნახე როგორია ის. ხო, აი იქით არის გაუსხლავი. სულ სხვანაირი ხია ეს? ეს არის ძალიან დიდი მასა ნასხლავი, რომლის გატანასაც ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, ტექნიკა, ადამიანები ზოგს ხელით გააგროვებენ, ზოგს ტექნიკით გააქვთ და ანადგურებენ, ძირითადად იწვება. ხო. აი ამაზე რა მავნე ჩვევა მე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ახლა ვილაპარაკებთ რა მნიშვნელობა აქვს თვითონ ხისთვის სხვა ფორმილებას. თქვენ როგორც ხედავთ, აი ეს კვირტებს, ძირითადად ერთწლიან ნაზარდებზე ყალიბდება ხოლმე სანაყოფე კვირტები. ატმის ეს ჩვენი გასხლის ფორმა მე ვფიქრობ საქართველოში უნიკალური, ანუ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმებია თვითონ ჯიშებზე და საძირეებზეა დამოკიდებული, როგორ გავსხლათ, ეს ჩვენ უწოდებთ ხოლმე ჯამისებრი, ანუ ვაზისებრი. ანუ ძირითადად ვსხლავთ იმ სიმაღლეზე, რომ მიიწვდეს ადამიანი კრეფის დროს. არც ისე დაბლა იყოს, რომ ქვეშ ტექნიკამ არ იმუშაოს და არც ძალიან მაღლა რომ კიბე დაგჭირდეს. ეს მნიშვნელოვანი იმიტოა, რომ წამლის დროსაც შევდივართ საზაფხულო სამუშაოებსაც ავატარებთ ადვილად და მოკლედ გვიადვილდება მუშაობები აი ამ ფორმით გასხლის ტექნიკა ამიტომ არის კარგი. რა თქმა უნდა, მე დრო რო გადის ხეც იზრდება და უფრო მაღლა ადის ხე და უფრო ძნელდება, მაგრამ ატამს არ ახასიათებს ძალიან დიდი სიცოცხლის უნარიანობა და საბოლოო ჯამში მაინც ბოლომდე ეწოდებით უკიბოთ. იშვიათი ბაღებია საქართველოს, სადაც კიბე გვჭირდება ხოლმე ატმის კრეფისას. აი აქ როგორც ხედავთ, აი ეს ტოტები არის სულ ახალი გადაჭრილები. 2 მეტრაზე იყო, მაღლა ასული რა. აქ უკვე ჩატარდება შემდეგში ზეთოვანი წამალი ესმევა რომ ჭია, ფარიანები, კვერცხები განადგურდეს და მე უკვე ცისფერი წამლობები მიდის უკვე გაზაფხულს. ეს ყველაფერი ხდება სანამ ვეგეტაცია დაიწყება და მწვანე ფოთოლი გამოჩნდება და ყვავილი. ეს პროცესები მანამდე უნდა გავიაროთ. სასუქის შეტანას და დამუშავებაც ამ ზამთარში უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი ახლა უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს იქით თესლოვანი ბაღ კულტურები, ანუ ვაშლი-მსხალი, იმას ხვანაირად ვსხლავთ. ანუ იქ არის ერთი დიდი ტოტი, ანუ ღერძი, ვარჯი და გვერდზე პატარა ტოტები. აქ როგორც ხედავთ, არის გაშლილი ატამია. ყველა ჯიშს, ყველა კულტურას ახასიათებს თავისი თვისებები და ამ თვისებებს უნდა მოვარგოთ ჩვენი მოთხოვნები, რომ მივიღოთ მაქსიმალური დიდი შედეგი, რომ გავიდეთ მოგებაზე. ისედაც ბევრი რისკია სოფლის მეურნეობაში, რომ მოგებაზე ვერ გახვიდე. კლიმატი, ფასების ცვლილებები, კონკურენცია, ჯიშების სხვაობები და ანუ თუ ყველაფერი გათვლილი არ გაქვს და თან არ შეგიწყო ბუნებამაც ხელი,
ვერ გახვალ მოგებაზე მოკლედ თან თუ რა. კარგადაც არ მოუარე. რა თქმა უნდა, ანუ კარგადაც რომ მოუარო, რისკები ყველაფერი გათვლილი ქონდეს, რისკი მაინც დიდია, რომ ან ფასი არ იყოს, ან ბოლოს კლიმატი იყოს ისეთი, ან დიდი გვალვები იქ მე ახლა წვეთოვნები მაქვს. თან მაღლა მაქვს აი წვეთოვნები, რომ დაბლა დადებულს ტურა აზიანებს და იმიტომ ცოტა მაღლა ავწიე, წვალება კი უნდა, მაგრამ ასე მირჩიონია ყოველ წესულას. ხო, მოკლედ მაინც ბევრი რისკია, მოგებაზე ვერ გავიდეთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რისკი ყველა საქმეშია. სამაგიეროდ თავისუფალი ხარ. ანუ შენი საქმეა რა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომა უჭირდება, მაინც შენი საქმის ასე თუ მფლობელი ხარ. შემიძლია გავაჩერო სხვა მაგალითად და წავიდე სადმე რა, დავიშვენო, თქვა, არა ვდგე ტელევიზორს უყურო, რამე გააკეთო, საშენო საქმე გააკეთო. რა თქმა უნდა, ბევრს ამის უფლებას ვერ მიცემ შენ თავს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გაგიფუჭდება, მაგრამ საბოლოო გზნობ რომ მეტად თავისუფალი ხარ. თან ბუნებასთან ახლოს ხარ. შენ რესურსი იყენებ, რაც გაგაჩნია, ანუ შენ სოფელში რასთანაც შეხება გაქვს და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, კარგი საქმეა რა. მიყვარს მე ეს საქმე და ვფიქრობ, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი გავაკეთო რა. კი, ღმერთო ბარაქა მოგცეს 2026-ის სეზონზე. იცი რა მაინტერესებს? აქ გააჩერება მას თუ თქვა შემდეგ წელს მოკლედ შემდეგ წელს კიდე წამოვა, ცოტა უფრო აი ხო, სიგანეზე გავა. ეს შეიძლება თქვათ, რომ ზოგს ამ ხელაზეც არ აყავს ახლა 4-5 წლის ხე უფრო დაბლა არის ხო, მაგრამ სამაგეროდ მე კრეფის დროს უნდა დაიხარო დაბლა ქვეშ ფოთლების ხო ჩამოდის და რაღაცა პლუსი აქვს, რაღაცა მინუსი აქვს რა. ჩემთვის უფრო მისაღები ეს იყო და აი ეს ხედავ რომ შიგნით საერთოდ არ არის ტოტები და ხო, ანუ მზე ჭირდება, რომ მე ფერისთვის ხილს რო კარგი ფერი ქონდეს, ხო, გადაშლილი უნდა იყოს, მე ამონაყარს ვაცლით ხოლმე. არც ისე გაძარცული უნდა იყოს ფოთლები თუ არ დაიწვას მე ეს თუ მთლიანად გაშიშვლებულია ეს. ხო. კანი მე მზემ შეიძლება დაწვას, თუ წყალი აკლია გვალვიანი იყო, ეს ეწובה ხოლმე რა, თუ წყალი მიაწოდე უფრო ნაკლებად. მაინც იფოთლება, ამიტომ ატამს ძალიან დიდი ზრდა ახასიათებს, მით უმეტეს ახალ ხეებს და მაინც იფარება ჭდილით და მზისგან მაინც დასულია ხოლმე რა. ეს რამდენი წლის ხეა? მე 5 წლის ხდება რა. ჩაულებრივად მოდის ნაყოფი, ხო? კი, ყოველ წელს მოიმატებს რამდენიმე წელი კიდე მე დადგება რაღაც ერთ დონეზე და მე ნელ-ნელა წამოვა. ბოლო წლები ატამს აქვს კარგი ფასი და ინტენსიურად დაიწყო ხალხმა გაშენება. ეს იყო ხოლმე გურჯანის ძირითადად გურჯანის მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ბაღებია და ჩვენ ვერ შევედრებით გურჯანის მუნიციპალიტეტს, მაგრამ აქაც კარგი მოსავალი მოდის, თვითონ გურჯანიდანაც გამოდიან აქეთ და ყიდულობენ მიწებს და აშენებენ ბაღებს და ჩვენ ხალხის მიხვდა რომ კარგი საქმეა და შეიძლება ამ პერიოდში მოვასწროთ და ანუ კარგი ბიზნესი იყოს ატმის გაშენება და რეალიზება. შეიძლება მომავალ წლებში აღარ იყო ხოლმე ეს პერიოდები, არის ხოლმე რაღაცა ციკლი, რაღაც კულტურას აქვს ფასი, მე უცბად გაუფასურდება, შეიძლება ყველაფერი გადასაყრელი იყოს, მაგრამ ეს 4, 5, 6 წელი ძალიან კარგი ფასია და ყველა კმაყოფილია ვინც ამ საქმეს მისდევს. აი უშუალოდ ატმის ხო მაგალითად რამდენ წელს ცლებს? ხმოიერობაში რამდენ წელს არის? ალბათ 10, 15 გააჩნია რა ადგილზია, როგორ ტვირთავ ხეს. 10-15 წელი იმუშავებს კარგად. მე ნელ-ნელა წავა უკან და ამ სეზონზე გაახლებები ჭირდება ხოლმე რაღაცა ხეებს, მაგრამ მაინც იკლებს ხმოიარობა და ჯობია ხოლმე მე ახლის თან ჯიშებიც ახლებით ჩდება და ჯობია ხოლმე ახლით ჩანაცვლება. და ეხლა ამ სეზონზე, აი დეკემბრის თვეში კონკრეტულად კიდე რომელ ნერგებს ხლავ, ხეებს ხლავ? ყველაფერი უნდა გახსნა, როცა ფოთოლი აღარ არის, წვენთა მოძრაობა შეჩერებულია. ამ დროს მარაგები რაც არის გაზაფხულის სტარტისთვის მცენარეები ფესვიდან არ აწვდიან იმას ყვავილი რო ხედავთ გაყვავილებულ ყვავილებს ხეებს ძირითადი ნაწილი წინა წელს შენახული ნივთიერებები აქვთ ვარდში და ფესვში ამ დროს უკვე ჩადის ზამთარში იმ სტარტისთვის გაზაფხულის სტარტისთვის ფესვისთვის თუ მე გაზაფხულზე თქვენ თუ ნახავთ შეიძლება გაზაფხულზე რომ მოჭრა ხედა დააგდო ისე მიწაზე ისიც გაყვავდეს. ანუ ფესვში საერთოდ არ აქვს, მაგრამ შიგნი აქვს იმდენი ენერგია, რომ თავიდან სტარტისთვის. ხო, ანუ რო ჩავა ეს მარაგები დაბლა, ჯობია რომ მაშინ გასხლა. მოკლედ, თან დაავადებები არ ჩნდება, მაგ დროს სიცივია, ჰაერშიც აღარ არის იმდენი
ასე ვთქვათ, ვირუსები, ბაქტერიები და სოკოები და ჯობია რომ ზამთარში მოვახდინოთ. თან ჩანს და აჰა. და გასვლის შემდეგ იწყება უკვე შეწამვლის პროცესი, ხო? გასვლის შემდეგ ეს გავასუფთავოთ. ეს წეხან რომ ამბობდი, ანუ ეს ამასაც მონაჭრელები მითხარი ხა რა, ბევრია ძალიან ბევრი არის. მას ბაღში. 10 ტონა შეიძლება დაგროვდეს. აი ეს შეიძლება იყოს ასეთ პატარა, აი აქ. ოკეი. აი ეს რა არის ვახერ. ერთი წლის კი, ნაზარია? ერთი წლის არის. ოჩა. ეს შეიძლება 10 ტონა დაგროვდეს იმაზეში 1 ჰექტარზე და ძირითადად 99% იწვება. აი გამოგვაქვს. წავენ. ამისთვის ადგილი გვინდა თან რა, ეს სადმე გააგროვო და დაიყო დიდი ადგილი უნდა 5-6 ჰექტარიანი რომ კონდეს 1-2000 მეტრი, 3000 შეიძლება ამის ნასხლავის დასაგროვებლად დაგჭირდეს რომ მე დაწვა და რამხელა ზიანია თან რომ დაწვა, ხო, აბინძურებ გარემოს და თან ესეც რომ ენერგია ეს შეიძლებოდა ნაკვეთში სხვა ფორმით დარჩენილიყო. აბა როგორ? რას ვამბობ? ანუ მულჩი უნდა კონდეს. მულჩი, ანუ ადგილზე ტრაქტორზე ებმება მულჩერი და მიდის და იკუწება. აი პატარა ნაჭრი, აი ამხელა. აი ამხელა ნაჭრება შეიძლება და აი დაქუცმაცდეს და დარჩება ეს ენერგია იმაში. ეხლა მულჩი გითხარი რა არის ადამიანურ ენაზე, მე კი ვიცი მაგრამ. ანუ დაქუცმაცებული აი ეს სცენარეული მასა. ამასთან ერთად დაქუცმაცდება ბალახიც. რომელსაც ადყრი მერე. ადგილზე ვერჩება. აი განა გამოგაკ. ადგილზე ვერჩება და მაგალითად ძირში უნდა დაუყაროთ. ძირში არ თვითონ იყრება, ანუ არ იქ ხო ძირში იყრია, ეს ზედ გადაივლის ის ტექნიკა და ქვავს და ანუ აღარ იფიტება ნიადაგიც რა. ნიადაგს რას აძლევს თქვათ ეს? ბალახთან ერთად. ანუ სცენარეული მასა ეს იწყებს მე რპობას გახსნას მიკროორგანიზმები მუშაობენ და მომავალში ეს ჰუმუსად მიწის გამდიდრებისთვის კარგია რა. თუ რაღაც ბაქტერიული დაავადება არ არის ზედ და აუცილებელი არ არის გატანას, მაგრამ ახლა ჩემ ბაღში შეიძლება ვერ ნახო ერთ-ერთი ისეთი რომ ასეთი რაღაც ისეთი საშიში დაავადება იყოს და იმას მოჭრი ცალკე ბოლო თუ ერთი ტოტი იქნება თუ ერთი ხე იქნება და იმას გაანადგურებ. რაღაცა სჭირდება ხოლმე განადგურება. და ეგ ტექნიკა სოფლებში არის? არ არის, არის უკვე მოძლიერებული მეურნეობებში გურჯანში და გორშიც, მაგრამ ახლა ლელიანში ინტენსიურად მიდის ამის გაშენება აფენში და არავის არ აღავს. თუ არის ეს მულჩები ბალახისთვის იაფია. ვენახში ბალახს რომ მულჩავენ ხოლმე. აი ეს ამ სისხლო ტოტი. აბა რა უნდა ქნა საკუთარი უნდა იყიდო და უნდა იყო და ძვირი არის. და პატრა ტრაქტორიც აღარ ყოფნის უკვე ამას. შეიძლება 60-70000 ჭირდებოდეს თავის ტრაქტორიანად. თან რო იყიდო ჩინური ან ინდური ვარიანტია, ხა ევროპული ვარიანტი და უფრო კარგი ხარისხის რო იყიდო, უფრო ძვირია. კი გამძლია, მაგრამ თავიდან ახლა დამწყები გლეხისთვის და მცირე ფერმერისთვის ძალიან ძნელია ამ ხელა ინვესტიციის ამაში ჩადება, ისე ურჩევნია გაიტანოს და დაწვას. აი რომ აუგზავნოთ, მაშინ რას ვთავაზობთ? აი აუგზალე რომ არ დაწვა, ვიცით, ყველა მიცის, არავის არ ეხალისება ამის. მაგრამ ახლა 100.000 ძნელი საშუალია რა. ვინმე ყავს ლაგოდეხში თუ არა? აქ არა, ყავს არის ხო და დიდი მეურნეობები არის ლაგოდეხში, არის ერთ-ერთი დიდი მეურნეობა. იქ ყავთ, მაგრამ ის ყავთ მარტო იმ ბაღისთვის. ის საკუთარი ბაღისთვის, მეთხილეები ვინც არიან იმათაც ყავთ, მაგრამ ხო გეუბნები ახლა რამდენიმე მილიონი რო აქვს ჩადებული. ხო, მესმის. ამ საქმეში იმათ აი მცირე 1-2 ჰექტარი რო აქვს 5-იც ლელიანში არა. ისევ გააქვთ და წვავენ. და მომავალში ფიქრობთ, არის რამდენიმე ორგანიზაცია დაინტერესებული რომ ეს პრობლემა გადაიჭრას ანუ და შეიძლება დაინერგოს რამდენიმე სოფელში სადემონსტრაციოდ შეიძლება გაჩნდეს ეს ტექნიკები და ვაჩვენოთ ხალხს რომ აი და დაიქირავონ თქვა და წაიყვანონ და თუ იქნება შესაძლებლობა ამის გამოტანა უფრო ძვირიჯდება და მე დაწვა უფრო ვიდრე შიგნი რომ დამულჩო. ანუ რო იქირავ რა ტრაქტორი რომ მიიყვანო თავისი ამ დანადგარიანად, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი რომ წაიყვანო რა. რეალურია რაც თქვი ეგ რომ შეიძლება შეძენა მოხდა ეს? აღარ ვიცით ახლა ეს არის პროგრამები რომელშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ხო ან გვექნება ან არა მაგრამ ჩავა მაგ პროგრამებიდან ჩვენ ქვეყანაში. ხო არ არის დარჩენილი აი გაეროს პროგრამებია. სენი მუშაობს და არის ისეთი პროგრამები რომლებიც შეიძლება ხელი შეეწყოს. ხო, იცი რა მაინტერესებს? ეხლა თუ შეგვიძლია ჩვენ რომ დაუძახოთ რომელიმე ადამიანს, ვინც აი უშუალოდ ამ გასვლის პროცესს გვაჩვენებს. კი, შეიძლება მაგრამ შენ შეგიძლია ეგ ამბავი, რაღაცა აქ ყავს პროფესიონალები.
თუმცა შენს პროფესიონალად მიგაჩნია თავი, ხო? შენ მოგესწავლა ამათ ყველაფერი. უფრო დიდი ხნის გამოცდილება აქვს და აქამდე კი შარშანწინ უბრალოდ ვეღარ აუდივარ, კი. მე ვშლავდი ხომ მთელი ზამთარი უნდებოდი, ხან ვეღარ ჩვასრებდი და შუბლის ბატარეითაც მისხლია ხოლმე ღამე, იმიტომ რომ ვეღარ აუდივარ. აქ არ არიან მსხლელები, ჩვენ არ აყავს აქ. ეს გამოცდილება არ აქვს ჩვენ სოფლებს, რომ მეხილეობაში გქონოდეთ და. საიდან არიან ისინი? გურჯანის მუნიციპალიტეტიდან გამოყავს ხოლმე. თავისთავად თანხა ღირს, ხო? მათი მომსახურება. 80, 90, 100 ლარის ღირს. რამდენი არიან ახლა აქ? ამ წუთში 12-ია, ხვალ მე მგონი 18-ნე უნდა და სულ ერთი და იგივე სამუშაოა, ერთ და იგივე ჯგუფს? არა, სულ ერთია, ხან არც ცალიათ ერთ და იგივე ჯგუფს. ყველას თავის საქმე აქვს და შეიძლება მე ახლა ცოტა ადრე მინდა ხოლმე რომ ეს მე ან ამინდები არ აირიოს ხო სხვა საქმეებიც ხო გვაქვს ხო და რამდენი ხანი უნდა გააგრძელო? სხვა გასვლა ალბათ ერთი კვირა მომდები კიდე ანუ ამის გარდა ამ წუთში ქლიავს სხლავთ იქ კიბეები ჭირდება მაღალ ვარჯიშია და იქ სხვა იქ ლელიანელები არიან ვისწავლეთ ერთად და ანუ ისინი იმ საქმეს აკეთებენ უკვე დამოუკიდებლად და ამასაც ვაკეთებთ უბრალოდ ბევრი ადამიანი არ ყავს ბევრი უნდა ატმისხლოს ბევრი მუშა ხელი უნდა და 2-3 კაცი რომ დაადგეს მაშინ ვეღარაფერი ვეღარ უნდა გააკეთოს სხვა და გვირჩევნია მწოდნე ხალხი ნახო გადაუხადო და იყო მაყოფილი შენს და ეს აისახება მე მოსავალზე და მოგებაზეც რა შვენიერი მოდი დაუძახოთ ახლა და ჩავწეროთ კარგი ეს არის გელას ბაღიდან ვაშლის მოსავალი რომელიც ახლა უკვე კარგი ხანია დაიკრიფა მაგრამ მუშებს მოუტანა ეხლა ჩვენ სწავალთ შეგვიძლია ამ კალათით წავიდეთ მივიდეთ და გვასწავლონ გასხლა მოკლედ მოვედით ბიჭები სხლავენ ატმის ხეს და ცოტა უფრო დეტალურად მოგვიყვებიან როგორ ისხლება და თვითონაც ნახავთ გასხლის პროცესს მე გავალ კადრიდან იმიტომ რომ დიდად არ გამოჩნდება ხე და ბიჭებო მოკლედ მოგვიყევით ახლა რას აკეთებთ როგორ სხლავთ რატო სხლავთ ეგრე და ასე შემდეგ ჯერ დავიწყოთ რომ ძალიან კარგი ატმის ბაღია ჯამთელი ხეებია ჯამთელი ატმს ისხავს ყოველთვის ხო და ისხლება ზამთრის პერიოდში იწყება ზამთრის პერიოდში სხლა და მოკლედ ეგეთი სიტუაცია რაღაც ელექტრო ისა გაქვთ ელექტრო ბოდიშით საჭრელი ელექტროსაჭრელი არის ძალიან ძვირფასი სუფთად აჭრის ცოტა თუ იაფიც იქნება რომ ყველამ შევძლოთ ეს ელექტრომაგნიტების შეძენა ძალიან კარგი იქნება გიადვილებს საქმეს ხო ესეა გიადვილებს და კი ბატონო უფრო სწრაფადაც კეთდება და სუფთადაც აჭრის ხო რაც შეეხება ისხლება ძალიან გემოვნებით კარგად გულიანად როგორც შეეფერება არა შეიძლება იყოს ატმის ბაღი ცოტა სხვანაირი დიდი ხეები პატარა ხეები ხეებს გააჩნია როგორი იქნება მაგრამ რა ვიცი როგორი ხეებიც არის ისე გენდება ეს ხეები და ისხლება გემრიელად ეს კარგად მოვლილი ბაღია აშკარად ხო აუცილებლად უმაღლეს დონეზეა მოვლილი ყველაფერი თავის დროზე აქვს ჩატარებული სულ უპრობლემო ყველაფრით რომელსაც აქვს ტრაქტორებით ყველაფრით მუშავდება. ესე რამდენი წელია სხლებზე მუშაობთ თქვენ? სხლებზე ვმუშაობ დიდი ხანია, ეხლა მე ცოტა პატრა ბიჭი ვარ, ამათ მასწავლა ესენი ჩემი მოსწავლე ვარ ამ დიდი ხალხისა. ხო და ერთი 20 წელი ეს ხალხი, მე ერთი 10 წელი 15 წელი ეგრე დავდივართ ერთად ვსხლავთ, ვალამაზებთ ატმის ბაღებს, აი ეგეთ ლამაზ ატმის ბაღებში რა ქვია ყოველთვის გვემუშავნოს და რა ვიცი აი ეგრე ვმუშაობთ აი ეგეთ ლამაზ ძესიერ ბაღში გამართულ გაკოხტავებულ ბაღში და რა ვიცი ვმუშაობთ 1000-ნაირი სხლა არის ეხლა ვისაც მაგრატელი უჭირავს ხელში ყველა თავის აზრით სხლავს და ყველა თავის ტვინით სხლავს აი ეს მოქმედება ეს ეგეთია სხლების დროს აბა თქვენი რითი არის გამორჩეული რა გარანტიას აძლევთ გელას ეხლა ვალამაზებთ ხეს ხე დგება სტანდარტდება ხმელი გამორიჯდება კვირტი ეძლევა კარგი აი მაგალითად ამას რატო არ ჭრით
ამას თქვენ რომ მოხვედით და შეკითხვებს ვისამდით, ვეღარ მოვასწართო. მაგრამ უნდა მოჭრათ, ხო? კი ბატონო. აი ახლა დავიწყე და მოვაჭრი, არ დამჩენია. ბოლომდე არ მოჭერით, ხო? არა, დავინახე. ბოლომდე არა. არის ზოგი ფოთლის საფოთლე, ზოგი სანაყოფე. ეს რა არის? ეხა. ეს არის ატმის ნაყოფი, გამოისხა ტოტმა. ნუ გაიზრდება კიდეც თუ აღარ გაიზრდება ეს? გაიზრდება. კი ბატონო, გაიზრდება. დიახ. თქვენ გისურვებთ ბევრ ბაღში მუშაობას, დიახ. მატერიალურ კეთილდღეობას დიახ. და აბა თქვენ იცით, თქვენი პროფესიონალიზმი განაპირობებს ფაქტია ფერმერის შემოსავლებსაც. დიდი მადლობათ და მთელ საქართველოს მიულოცავ ახალი წელი დგება და მიულოცავ მთელ საქართველოს ულოცავ ჯანმრთელობა და ბედნიერება და სიკეთე გქონებოდეს ყველა საქართველოს მაცხოვრებელს და მთლიან მსოფლიოს. ძალიან მშვენიერ ნოტაზე დავასრულებთ ჩვენს პოდკასტს. ვფიქრობ, რომ როცა საქმე ეხება ცოდნასა და განათლებას, ყველაფერი გამოდის, ისე როგორც გამოუვიდა გელას. გელა, მოდი კადრში. შენ გისურვებ ესე იგი შემოსავლების გაზრდას ყოველწლიურად, წეგან საუბრობდით, სანამ აქ მოვიდოდით, რა არის შენი მიზანი? რამდენი ტონა გინდა მოგცეს საბოლოოდ შენმა ბაღებმა? წელს ბევრი არ მინდა, ყოველ წელს უნდა მოიმატოს და ისე? ბიჭები მეუბნებიან 50 ტონა იქნება წელს და შეიძლება გაისა თავიდეს 100-ზე, 150-ზე. ნახოთ, ახალგაზრდა ბაღებია და თან იზრდება და თან იმატებს ხმასაც. ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ამინძე, შხამქიმიკატებზე, მოვლაზე შემდეგ პერიოდზე და სრულელზე რა თქმა უნდა. და აქედან იწყება, აი სულიდან იწყება ამ წლის ათვლა ახლა და ნახოთ, აბა გაის ამ დროს უნდა მოვიდეს ეს, მოვიდნენ ეს ხალხი ჩემთან და შევაჯამებთ მე იმ წინა წელს და რაღაცებს შევცვლით, დავამატებთ და ასე შემდეგ. მშვენიერი. აშკარად წარმატებული თანამშრომლობა გაქვთ გამოცდილებაში, რადგან მომავალ წელსაც აპირებ რომ მათ დაუძახო. მოკლედ, ბარაკა და ხვავი მისურვებია. წინ ახალი წელი გველოდებათ ერთ კვირაში. რა ვიცი, ყველა ქართველი გლეხი, ფერმერი, ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობს ღირსეულად. კი. ისე როგორც იმსახურებს. აუცილებლად გაიხარეთ. ნახვამდის.